ივანიშვილის პირადი მცველი ჟანრი ნოდია ქვეყნიდან გაიქცა. TV პირველის ინფორმაციით მან ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამავე ინფორმაციით ნოდიამ ქვეყანა ისე დატოვა, რომ ოჯახის წევრებსაც არ უთხრა. შეიარაღებული დაპირისპირება გარდაბანში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სოფელ ვახტანგისში ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრებმა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს დიდი რაოდენობით თანხა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი მის შვილს ესროლეს. გამოცემის ცნობით არავინ დაშავებულა ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია, სხვებმა კი გაქცევა მოახერხეს. დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებული საბოტაჟისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ოპოზიციის ლიდერებისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მარკო რუბიოს უწყება მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია მთავრობის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებას. თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერი გასცა. ოფიციალური ანკარა მათ ღაზაში გენოციდში სდებს ბრალს. რუსებმა შაჰიდის დრონებით დნეპრში 9 სართულიანი კორპუსი დაბომბეს, რამდენიმე სართული მთლიანად ჩამოინგრა. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. ნანგრევებში ქალის ცხედარიც იპოვეს.